Საღან სიუჟეტს უყურებდი 30 წამიანი ვიდეო მაქვს 2023 წელია და პარლამენტში ხდება. ასევე თქვენ მოადგილეებთან დაკავშირებით რომეო მიქაუტაძე დაგინიშნავთ სამოვიღე აუდიტის დასკვნა. ეს გავიგერო ქურდულ კრიმინალური და ზოგადად კორუფციასთან დაკავშირებული ყველა თანამდებობაზე გინდათ, მაგრამ 2023 წელს აუდიტის დასკვნა თუ წაიკითხეთ მიქაუტაძეზე წერენ რომ საწვავს იპარავდაო თბილისშიო, როცა კალაძესთან მუშაობდა. ტენდერებს რომ აფორმებდაო, კორუფციაში იყო ხელამდე ოღონდ აუდიტმა წერა და ანუ პარლამენტში გამოსვლის დროს ეს რომეო მიქაუტაძეა რომელიც კი ამაზეა საუბარი 2023 რომ დაიჭირა რამდენი 2023 წელს პარლამენტში წარმოდგენილები იყვნენ და ეკონომიკურ დოვლადზე საუბრობდა ალბათ მისი მეუღლის ეკონომიკურ დოვლადს წარმოადგენდა მინისტრი და მისი მინისტრის მოადგილე იქ იყვნენ და ვესაუბრები რომ ამ კაცს აქ რა უნდა ციხეში უნდა იყოს მეთქი იმიტომ რომ მათ შორის აუდიტის დასკვნებში წერია რომ საწვავს იპარავდა ტენდერებს და ესე იგი ქონება ქონდა იმდენი რომ პირობითად მილიონობით ლარად შეფასებული ქონება და ხელფასი ქონდა 4000 ლარად წარმოუდგენელი რამეა ხო? ამიტომ ეხლა დაჭირდათ და დაიჭირეს ეხლა სიმართლე რომ ვიქოთ რაღაც რატომ დაიჭირეს ფიქრობდი რა რომ ამ რომეო მიქაუტაძეზე ესე იგი რომ რაღაცნაირად პოლიტპატიმარი გამოდის და რატო გეტყვით ეხლა რა ანუ რო ჭირდებოდათ მოაპარინეს მოაკაფინეს გაანაწილებინეს გააყოფინეს მაგრამ რომ დაჭირდათ დაიჭირეს და რატო დაჭირდათ ხო ღარიბაშვილის მეგობარია მისი ისა რა ქვია მეუღლე და ღარიბაშვილის ოჯახის მეუღლე მეგობრობენ იქ კალაძის კადრია საღამოობით ერთად კალაძე ხმალაძე ირაკლი ხმალაძე ის კორუმპირებული კაცი იცით ხო ისტორია სუსმა დაიჭირა ხმალაძე მე ესე ვიცი ეს ისტორია კიდევ ერთხელ გავიმეორებ კორუფციაზე სუსმა დაიჭირა ხმალაძე კალაძის ჩარევით ავტომობილიდან გადმოსვეს რაღაც დროს იყო ეს ისა რა ქვია ეს ამბავი და შემდეგ ახლა თქვენ მისი სახლი გაასაჯორო ნოდარ მელაძეს ქონდა რომ რაღაცა დაუსვა ვიღაცაზე გაფორმებული ესა და ამასობაში მოხსნეს ცოტა ხანი ანუ ჩამოაცილეს ახლა კალაძეს და სხვაგან გადაიყვანეს ეჭვმაქ რომ ირაკლი შენც არ გელოდება დიდი დრო იმიტომ რომ ანუ მან როგორ არის ხო რაღაცა კლანი გაძლიერდა ახლა და კლანს ჭირდება რომ აჩვენოს რომ მე ძმაო ჯიგარა ბიძინას უთხრას რომ იცი რა მე თუ რამე მომიპარავს თქვენთან მომიტანია რომეო მიქაუტაძე სავარაუდოდ არაფერი არ მიქონდა თან ბიძინა ახლა გამგელებულია და ყველას ეუბნება რომ წილი სად არის ძმაო თქვენ რო ფულები მოიპარეთ მათ შორის რიჯვაძის ისტორია ხო იცით ახლა ცნობილია ყველა მიცის ბათუმში რომ მიადგნენ 300 მილიონი დოლარი მოიტანეო რიჯვაძემ უთხრა რომ არ მაქვს ახლა შეშინდა რომ მოეტანა იფიქრა დამიჭერენო და ამიტომ უთხრა არ მაქვს თუ არ გაქვს თავის მამიან თავისი ასე ვთქვათ კადრები არა მოიცილეს ხო უცებ ერთ დღეს რო გავიღვიძეთ და ყველა პოსტს რო წერდა აჭარაში რომ მე გადავდექი წავედი სახში და ყველას რო პენსია მოუნდა ეგ დღე იყო ანუ ესე მოხდა რა დადის ახლა ბიძინა და ეუბნება სადა ის მილიონი ჩემთან არაფერი არ მოსულა სად არის ამიტომ ესეთ ხალხს დაიჭერენ ყველას ვისაც რამე არა აქვს ბიძინასთან მიტანილი და მარტო კალაძესთან და ხმალაძესთან რომ იქონდა რომეო ამიტომ დაიჭერეს რომ ბიძინასთან რომ მიეტანა რაღაცა წილი იქნებოდა იმიტომ რომ დღემდე მიმტანები ჯერ კიდე თანამდებობაზე არიან ხო მაგალითად ანუ სხვადასხვა ბიზნესებში სხვადასხვა თანამდებობაზე არის ეს ხალხი ინარჩუნებს ვინც ბიძინას უნაწილებს და ვინც არ გაუნაწილებს ამ ფულს მოთხოვენ და არ მოიტანს იმას აუცილებლად დაიჭერენ ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც ესე არის ირაკლისაც ეხლა და ბიძინას ხო საკუთარი აინტერესებს ეჭვმაქ რომ შვიდად არ ძინავს ირაკლი ღარიბაშვილს და დაჭირდება დაიჭერს რომ ირაკლი ხა შენი 200 მილიონზე მეტი მოიპარე ჩემთან რატომ მოიტანი 100 ის 100-საც აიღე ამიტომ ბიძინას ესე აქვს რა ეს ქონება სხვათაშორის ვიღაცას ეწერა სოციოექსელში ძალიან სწორად ეწერა ეგ ფული თქვენი კი არ არისო რაც მოიპარეთო მოიპარეთო ანუ ეგ არის ბიძინას გაიგვიძებს იცი რა მოდი ხა იმას ჩამოვართვით გააკულაკეთ ხა კანონიც ხომ მიიღესო თუ რაღაცა პირობითად ფინანსურ დანაშაულზე მეუღლესაც წაართმევენ შვილსაც იმის ნათესავსაც ახლობელსაც ხო ანუ ეს აბსოლუტურად ესეა მორგებული ეს კაცი კლასიკაა და მეუღლე ამბობს როგორი არ მინდა რა პატიმარ ადამიანზე მართლა სულ მიჭირს საუბარი მაგრამ ბიჭო ეს პატიმრობა კორუფცია რასთან არის დაკავშირებული ბავშვებს ართმევენ ლუკმას ანუ ეს რო იპარავს 160,000 ბავშვი არის სოციალურ დაუცველთა ბაზაში ანუ ამნაირები რომ იპარავენ ბავშვები არიან მშივრები ანუ ართმევენ ლუკმას ეს ეხა ეს 160,000 არის რაც წერია ოფიციალურად რომ სოციალურ დაუცველთა ბაზაში არის 18 წლამდე 160,000-მდე ბავშვი თუ არ გაიზარდა კიდე უახლოეს პერიოდში ბოლო სტატისტიკას ვამბობ წარმოგიდგენია და სკოლაში მაგალითად ხო ყველა მესამე ბავშვი შიმშილის ზღვარზეა ოფიციალურ კვლევებს ვამბობ ხო რომ და ბავშვებშია და ეს ხალხი იბა რომეო მოიპარა კობახიძე მოიპარა ლილუაშვილმა მოიპარა მე და აღარ დარჩა იმის რა ქვია ბავშვისთვის არც და ეკონომიკისთვის და არც პირობითად ბავშვებისთვის არც საკვები და
სკოლაში, ამიტომ უნდა ესმოდეთ მათ, რომ ვიღა ბიუჯეტს კი არა, ბავშვებს პარავენ ლუკმას. ხო და ეხა ეს ხალი რა ადეკვატური, ხო კარციესო, სამაჯური უკეთე ყველა მეორესო. ანუ მე ის პირველი ვარ, უარ მიკეთია. ხო რაღაცა ჩვენ ორივე ჩვენში ერთს უნდა ეკეთოს და ან ოპერატორი რო მესამე მეოთხე აბა რომელს უკეთია ეხა, ხო? გააფუჭე უკვე სტატისტიკა, ჩვენ ვაფუჭებ სტატისტიკას როგორ ჩანს. წარმოუდგენელი რამეა და ეხა ის ქალბატონი მე ჩემ მძიმე საყურებელია, უყურებ მინისტრს, რომელმაც 40 სიმბოლურია 17 და 24000 ლარი, 41000 ლარი გადაიხადა ორ ჩანთაში. ორ ხელის ჩანთაში გადაიხადა 41000 ლარი, 41 ლარისთვის ადამიანები დილიდან საღამომდე მუხლ ჩაუხრელად შრომობენ და 41000 ლარი რო გამოიმუშაოს ჯარისკაცმა პირობითად, ხო? ჯარში აი რომ ქვეყანას რო ემსახურება და თვიდან თვემდე ლამის სახში შეიძლება 3 დღე არ მივიდეს, რა ვიცი, რამდენი წელი უნდა იმუშაოს ეს ფული გადაძვალა, 5-10 წელი უნდა შეაკლას თავი მართლა ქვეყანას რო ასე ვთქვათ ეს თანხა გამოიმუშაოს, მაგრამ ეს ქალბატონი პრობლემას ვერ ხედავს, ამას რომ ვინ ჭკვიანია 260000, აი ყველა სულელები ვარ, ანუ ვინცო ჭკვიანია იმას რომ აქ 260000 ლარი ანაზღაურებო, ეს ქალი ამას ამბობდა, ხო? რა გიკვირთო, რა მოხდა? ისე ლაპარაკობდა, გეგონება საქართველოს სტატისტიკა არ იყოს, რომ 600 ლარამდე ხელფასით მუშაობს მაგალითად ოფიციალური სტატისტიკით 140000 ადამიანი. 800-900 ლარამდე ხელფასით, ანუ მაგ დიაპაზონში რო უფრო ნაკლებიც არის 300000 ადამიანი მუშაობს 100, 200, 300, ну 900 ლარზე მეტი რომ არ აქვს. გულისხმობ ხალხი მუშაობს, რა ვიცი, $100 თვეში, $200, $200 ეკვივალენტ ლარებში ესე მუშაობს და ეს ადამიანი ამბობს, რომ 260000 ლარი თუ ავიღე, ხო, რა მოხდა მე? სხვათა შორის მე მაგ ინფორმაცია რომ ეს ქალბატონი RMG გოლშიც მუშაობდა. ანუ იქიდან საიდანაც ბიძინა ივანიშვილი მე რუსულ სანქცირებულ ოქროს ათეთრებს საქართველოში და რომ გადათხარეს ასევე მთელი ბოლნისი და კულტურულ მემკვიდრეობას რო ანგრევენ და დედა რო უტირეს მართლა ყველაფერს. ანუ მე ესეთი ინფორმაცია რომ იქაც მუშაობდა. ის არა აქ არსად შეტანილი, იქ არ მგონია რომ რჩევაში 150000 ლარს თუ იღებ, არ მგონია RMG გოლში ისე ემუშავა, რა ქვია, მოხალისედ, ხო? ამიტომ ეგეც საინტერესოა, სხვათა შორის ეს RMG გოლზე იქნება უპასუხოს ამ ქალმა, რომ სად არის RMG გოლთან ქონდა ამ ადამიანს შეხება. ანუ ესე ცხოვრობენ ამათ რომ დაავალო, რომ შენ უნდა იზრუნო მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ხა ამ ადამიანს ხო სახეზეც ეწერა, რომ გადაღლილი იყო 3 კითხვით დაიღალა, რას მეკითხები და ეს ადამიანი ხა თავს დაიღლის, რომ ადამიანი ვინმე სიკეთე შეუქმნას, რომ წარმოუდგენელი ხალხია. აი კარციეს სამაჯური ყველა მეორეს რო აქ იმის ოჯახში რომ მეუღლეა პოლიტიკა პასუხისმგებლიანი ადამიანი შედის, ესე უნდა საუბრობდეს. მართლა წარმოუდგენელი, ამდენად პასუხისმგებლიანია, კი ვხედავ და კი არის ციხეში და სხვებსაც ემუქრება. სხვათა შორის არაფერი ისი არ გაერთმანეს დაიჭერენ, ერთმანეთ ჩაუშვებენ. და ბოდიში რა ვიცი რომ გამიგზელდა ეხა მართლა ძალიან და კითხვის დასმაც ალბათ ბევრის გინდა. ანუ ერთი რამე უნდა თქვა, მე უკვე ტრაგიკულად რას უყურებ. ერთმანეთის მეორეს მიყოლებით ბიძინას რო დაჭირდა, ერთმანეთის ჩასაშვებად გომელაური ყოფილი მინისტრი მიიყვანა, რომ მისი კოლეგის, მაშინ ხო კოლეგები იყვნენ, გახარი კოლეგა იყო, რომ ჩაუშვას გახარია. მეტიც აი ტაბატაძეა მე მგონი გენერალია კაცი. გენერალი კაცი ჩამშვებად მიიყვანა, როგორ ამცირებს. ნახეთ, დამცირების უმაღლესი დონე. ჯერ სტატუსი რატომ დაქონდეს გენერლის ამ კაცს, ეს არ ვიცი, აი იმაში ძის, რა ქვია, წოლუკიანის რაღაც რუსულ კომისიაში არის ეს კაცი. დღესაც და რომ მიიყვანა, როგორ ამცირებს. ნახეთ, გენერლობა ხო აჩო გადაუგდო ესე რა, ახლა შენ კონდეს, მე ეს გენერალი კაცი დააპატარავა. არ ცხენია სახლებში რომ მიდიხართ, ერთმანეთს ბავშვებს უნათლავდნენ. გახარიაზე გულისხმობ, ყველაზე მაგარიაო. თათარაშვილი რაც იზახავდა, გახსოვთ ხო, ეხლა ცენზურას დავიცავ რა კაცია და იმიანიაო და ესე იგი ლამის ერთ ადგილს უკოცნიდნენ კაცო ეს ასე იყო ასე საუბრობდნენ და დაყავთ ერთმანეთის მიყოლებით ერთმანეთის ჩასაშვებად. ეს ეხა დისკომფორტით თან როგორ მიდიან ამაყად დადგებიან იქ და ხო შეიძლება ეხა გომელაური ისე დაეკითხათ პროკურატურას რომ ვერ გავიგებდით ანუ არა მიზან მიმართვა ეს არის კამპანიური ამცირებს აი ტაბატაძე გენერალი კაცი პროკურატურაში დააყენეს მე ეგეთი რამე არ მინახავს ეგეთი დამცირება არაკაცობა აი დაპატარავება რომ ერთმანეთის ერთად ჭიქა აქვს დაწეული ნაკეიფარი აქვს აი ჩვენ ოცნება იქ ნაციონალური და ეხა ერთმანეთს უშვებენ რომ გახარია მოკაცო ეხა ეს დასაჭერია ხვდები და რომ მას რომ დაჭირდა ასე აკე იგივეს გაუკეთე ხა ანდრიო ხანაშვილი შევარდნილია ხა სულში და ალბათ ვიღაცის დაჭერა რომ უნდა ბევრი кейსებია იკითხა ის ვიღაცის ისე საწყალი რომეო აღმოჩნდა რომ კალაძის და ღარიბაშვილის და მაშინ დავიჭიროთ იმიტომ რომ უპატრონოა კალაძესაც ესე უყურებენ აი ნენელა ეჭვია რომ დაჭირდეს კალაძესაც დაიჭერს კალაძეს ხო ყურებით უჭირავს ბევრი მიმართულებით უჭირავს ეს კაცი ყურებით მათ შორის კორუფციული მიმართულებით და ესე ყურებში ჩავლებული აქვს ხელი ეხა ანდრია ჩვენოსო მე ნახე რა მაგარი ბიჭი ვარ უცებ ვიღაცა და არა და გამოსაძიებელი არაფერი არ იყო
ჟურნალისტებს ქონდა უკვე გამოძიებული, კი, ხო? ბატონო. ეს კაცი ყველას ერთმანეთს შეაჭმევინოს და უნდა გესმოდეთ, რომ იმას იზამს რა, ადგება და ერთის მეორე ჩვენ როგორ ვთქვათ, აი თავრობის თავრობა რო შეიძლება ამათ კალამს გააგდებინებ ერთმანეთის თავრობის პირობებში, ჯერ კიდევ რომ თავრობაში არის ერთმანეთზე წერენ და ერთმანეთს აი წულუკიანს რო უყურებ და სოზარ სუბარს გახარეზე მე არ ვარ კარგი წარმოდგენის, იქ როგორ ეუბნებოდა სოზარი, შენო რო თვალები დათხარეო რო ეუბნება. წარმოგიდგენიათ ერთმანეთს როგორ აბრალებენ გუნჩი და ეხლა მაგიდაზე რო ხუთი კაცის ხეთ ხართ ქოცები რა და ერთმანეთს ჭიქას რო ურახუნებთ, ხვალ ბიზნესს თუ დაჭირდება ერთმანეთს ჩაგაშვებინებთ. ხო და ეგ პრობლემას როგორ არ გიქმნით, ეგ როგორ ერთმანეთს დაგაჭმევინებთ, აი ხარებას რამდენი რამე გააკეთებინა და პანღური ამოკრა და გადააგდო, ხო? ეხლა გედიდეში რო ტიპი მუშაობს. იმას როგორ არ უჩნდება განსწავრო, შენ ლენჩო შენ რას გიზამს? ხარებას რომელსაც ამდენი დავალება მიცა, პოლიტიკოსები აცემინა, ადამიანები აცემინა, აწამებინა, მაგნიცკისიაში ცხოვრებაში მე კაცი ხო ბანკს ვერ გაეკარება, ევროპას დასავლეთს ვერ გაეკარება, მეზობელ ქვეყნებშიც ვერ გაეკარება, მაგრი ტერორისტების სიაშია ოფიციალურად. აი იქიდან ვერ ამოვა. ხარება სად უნდა ამოვიდეს იქიდან კაცო, ან ვინ ამოსულა რო? წარმოგიდგენი ესეთი კაცი ადგა და ის ქალი რო გამოიყვანა, ეს სიუჟეტი ხო გაქვთ ნახე? არაო, ხარება უნდა დარჩესო. ქალბატონი გამოიყვანა, აი ეს რო დავინახე, კაბაში იყო ხარება. იმიტომ რომ ის ლაპარაკობდა, ნახეთ, ის ქალი კი არ ლაპარაკობდა. ხარებას მესიჯით ლაპარაკობდა, მოიცავ კაცო, დაძებულობაო და ხარება უნდა იყოს თავმდებობაზე. მისი პირით ეხვეწებოდა ბიზნესს, არ გამიშოო, გეხვეწები, დამტოვეო და გააგდო კაცო. აი ეს ძაღლივით მიუთითა. იგივე გაუკეთა გომელაურს და ხა ეს ხალხი ახალი ადამიანები ვინც მოყავს რა ქონიათ ეხა ამათ? ამათაც გამოიყენებს, ამათ ერთჯერადი მოხმარების საგნად უყურებს. ამ ხალხს დიდი ხანი ეწეოდა ამათ ექსპლუატაცია. კი ბატონო და აი რასაც საუბრობ იქინა გამომდინარე, ლევან მაინც მივდივართ იმ თავარ კითხვამდე, ამ ყველაფერს როგორ ვცვლით? კი, მოკლედ გეტყვი, თქვენ ისრაელთან დაკავშირებით გქონდათ ისა თემა რა და ამათაც ეხა ძალიან მძიმე რეალობა უდგა სხვათა შორის. რა მძიმე რეალობა დგას? ნახეთ, ყველას უყვირს, აი რუსეთთან და ირანთან, ირანთან კი არა, აიათოლასთან. ირანელ ხალხს უმრავლესობას როგორ უნდა მოგწონდეს ადამიანი, რომელმაც 10,000-ობით ადამიანი დახვრიტა. 2,000-მდე ბავშვი და დღისით, ძისით ქალებს აღჩობენ, აწამებენ და ესეთ რაღაცებს უკეთებენ. არ შეიძლება ხო ნორმალურ საღ ადამიანს მოგწონდეს აიათოლა, თორე ირანელ ხალხს და ირანს იმხელა რესურსი აქვს, რომ არა მარტო რეგიონში, სოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა იყოს, წარმატებული იყოს, ლაღი იყოს, ბედნიერი იყოს, ჩვენთვისაც რა კარგია ხა დემოკრატიული ირანი, ხო? სამეზობლოში აი მართლა ძალიან მაგარი იქნება. თუმცა ნახეთ, აიათოლასა და ბიძინას და პუტინის შორის დასაერთოა, იმიტომ რომ კორუმპირებულები, აბსოლუტური კრიმინალები და მათ არ უნდა დემოკრატია. ეხლა დასავლეთი ეუბნება, რომ დემოკრატია რას ნიშნავს? არჩევნების წაახვალ მოხვალ, არ ვიცი, სულ ხელისუფლებაში ვერ იქნები. ბიძინას იდეური თანამზრახველი და თანამუზიარი არის აიათოლა. იმიტომ იყო ეხა ჩვენ გვიყვირს თქვენ იმაზე TV პირველს ქონდა, ხო, კიდე რომ ირანში სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას, ვიზის, კაცო, ყობახიძე, რატო ზის? იმიტომ რომ იმე ბიძე თანამოაზრეები არიან ესენი, გესმიდა? სოფლიოში პროცესი მიდის, სადაც ესეთი რეჟიმები, რომელიც სოფლიო მშვიდობას ემუქრებოდნენ, ხო, სირიაში შეიცვალა ბაშარ ასადი, აღარ არის. აგერ ირანში ხედავთ რა პროცესები მიდის, ბირთვული იარაღი რო არ კონდეს ირანს და სოფლიოში მშვიდობა იყოს და რაღაცა ოპერაცია ტარდება, ხო? ეს აიათოლას რეჟიმიც მე დარწმუნებული ვარ, მალე გაქრება. აქეთ ლუკაშენკოს, ნახე ლუკაშენკომ რა გააკეთა ამერიკელების ჩარევით გაუშვა პოლიტპატიმარი. ლუკაშენკო იტოვებს სივრცეს. ბიძინა ბიჭო, ვიღაცა ხო შეიძლება შეაფხიზლეთ ეს კაცი, რომ ის არის რა, სხვა რეალობა დგება. პუტინი მოთქვამს და ტირის რომ აი მე ახლა ირანს რა, ირანში ახო აიათოლას რეჟიმს და თან პუტინი როგორი მოკავშირეა, ირანი აწვდის იმეს რა ქვია სამხედრო მიმართულებით ეხმარება ეკონომიკურად და რო დაჭირდა ირანს, ის მარტო შეშფოთებულია რუსეთი. კი არ დაეხმარა, რამე დაეხმარა, რა ვითუდა დაეხმაროს თავის კივილი აქვს. იმისა ტრამპმა როგორ თქვა რომ დაპირეკაო ვალოდიამ პუტინმაო და მითხრა რომ გიშუამდგომლეფო ახლო აღმოსავლეთ ირანთანო ურთიერთობაშიო და პასუხი გავეცი რომ შენ თავს უშუამდგომლეო რა. ჩემო ძვირფასებო, მართლა სხვა რეალობა დგება, უბრალოდ უნდა გაიაზროთ ამერიკელების ასეთი ჩართულობა ჩვენს რეგიონში და ასეთი მტკიცე გადაწყვეტილება ნიშნავს რომ ვერ დარჩებიან კაცო ესეთი დიქტატორები, ადამიანის უფლების დარღვევები, წამებლები, ტერორისტები, ეს კრიმინალი ხალხი ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას და ლუკაშენკომაც კი მიხვდა. ცუდად არ ვამბობ, ლუკაშენკოს ბევრად მეტი პოლიტიკური ალღუ აქვს და გამოჩნდა ვიდრე ბიძინას და ეხლა როდემდე აპირებთ ამ მდგომარეობაში ყოფნას და ეს რა ქვია, აიო რუსეთი ხო არ გავაღიზიანოთ რუსეთი კაცო ესო მოგვერევაო და ეხლა სოციალურ ქსელში ნახე ბორის ჩელე ყურვას
რაღაცა პატარა ვიდეო იყო და აბსოლუტურად ვიზიარებ ის რა ქვია ჩელი ამ იმას რა ესე იგი ძალიან კარგად ხსნის რომ ბიჭო ამერიკა ესე იგი რუსებს აბაბაბა არ გავაღიზიანოთ კაცო ეგენი დაგბომბავენ და ამერიკას რო ეჭიმები და ჩათლახებს ეძახის ისა ზარკუა სენატორებს რატო ეჭიმები ამერიკას ის ვერ მოგერევა თუ ამერიკას ერევი აი როგორ ფიქრობთ ეხა უბრალოდ სწორი იყო აბსოლუტურად შინაარსი რომ უბრალოდ ქოცმაც იცის რომ ამერიკელი არ არის ჩვენი მტერი არ დაგბომბავს ტერიტორიას არ წაგარდოს ეს ისედაც იცის მაგრამ ესე იგი იმას შეუძლია რახან მეგობარია რახან არ დაგბომბავს რახან ტერიტორიას არ წაგარდოს ჩათლახი ეძახო ეხა შენ ბიჭო deep state ხარ და აქეთ მოდიში და რუსეთის დუმაში შეუძრე იმას რა ქვია პუტინს და ლავროვს ხო ეხა რო აიღოთ ხო როგორ არის 100%-დან 100% დასავლეთი ევროპა გალანძღე ლავროვზე და რუსეთს აპაპაპა მაგაცო ეხა გინახიათ ის ზარკუა კარკუა რო იმას გაჭემულიყო ლავროვს და არა ის ამერიკელებს ლანძღავს და მართლა რის იმედი გაქვთ კაცო იმის არ იყოს რა ქვია ირანში ისე შებრიდა ამერიკელები ირანელებმა ვერ გაიგეს იმას რა ქვია ამხელა ფულს ხარჯავენ თავდაცვაშიც ბევრად ჩვენზე მეტი რესურსი და ყველაფერი და სხვათა შორის ეხა ეს ოპერაცია დააზიანებს ესე იგი რუსეთისთვის პრობლემაა როგორც სამხედრო მიმართულებით ასევე ეკონომიკური მიმართულებით ჩინეთისთვის პრობლემაა იმიტომ რომ ნახეთ რა ხდებოდა კრიმინალი რეჟიმის გამო ირანში ხო სანქცირებული იყო ირანი და ის ნავთობი და სიმდიდრე რაც აქვს იყო სანქცირებული უმეტესობა რა ამიტომ ამას ყიდე და გროშებად მაგალითად ჩინეთზე და ჩინეთი ამით სარგებლობდა რაღაცა როგორც 100 ლარი ირანს ეს თავზე საყრელი აქვს მარტივად რო ავსა და ყიდულობს 5 თეთრად აი 100 ლარიან იმას აი ეხა ეგრე ვეღარ იქნება თუ რეჟიმი შეიცვალა და ირანმა ამოისუნთქა და ირანელმა ხალხმა ეს დოვლათით კი ვერ ისარგებლებს პირობითად რუსეთი და ჩინეთი ისარგებლებენ ირანელები კაცო ამ იმით რა ქვია სიმდიდრეებით ჩვენ რა ვქნათ ჩვენ ხო ჩვენ მე დარწმუნებული ვარ აი ამ ყველაფრის ფონზე კიდე უფრო დარწმუნებული ვარ იმაში რომ ერთადერთი ჩვენი ქართველი ხალხის ესე იგი ბრძოლის უნარიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმტკიცე გულისხმობ რომ ბიძინა ივანიშვილის პირის მობანაში არავინ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამ ასე ვთქვათ ჩვენ ფაქტობრივად კამპანია გვაქვს გამმართველები დაწყებული რომ ბიძინა ივანიშვილის პირის მობანობაში რაღაცა არჩევნებს პირის მობანვარი თვითონ არა არჩევნებს ანუ არჩევნები გვინდა ოღონდ ბიძინასი არ გვინდა ბიძინამ თქვა რომ არ არის არჩევნები ძმაო პოლიტიკა მოუკალე ამ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს თორე დემოკრატია თუ არსებობს მინიმალური მითხარით ეხა ეს ქალბატონი რო დაიჭირეს ნინო ხო ქალბატონი ნინო ესე იგი ის არის რა ქვია საშიშია საზოგადოებისთვის ციხეში რატო გაუშვეს იმიტომ რომ რეჟიმი აჩვენებს ახლა ყველას დაგიჭერთ ქალბატონი მზია ამაღლობელი ხო აი მაგალითად ზურა ჯაფარიძე ხომ ნონსენსია ზურა ჯაფარიძე ყოფილა საზოგადოებისთვის საშიში და ამიტომ ოჰოჰო და 4 კედელში უნდა იყოს იმიტომ რომ ვინმე არ შეჭამს აი ხო სიგიჟია რა გვარამია ციხეში მელია ციხეში ოქრუაშვილი ირაკლი ოქრუაშვილს მნიშვნელოვანია მართლა უნდა ვისაუბროთ ესა და ამ ადამიანმა მართლა პირველი ისეთი აქტი გააკეთა ხო და კიდე უფრო მანამდე ხა მიხეილ სააკაშვილს და ვიღაცებმა ხელი რო დაიბანეს ეხა მე მიშა არ მომწონს და კაცო იჯდეს ციხეში მან წავაგეთ სხვათა შორის რატო იცი მე შეიძლება ეხა პოლიტიკოსებს ვისაც ვთვლი ვიღაცებს ვიღაცა არ მომწონს ვიღაცა მომწონს ვიღაცას და მაგრამ პირადით არ უნდა უწყვეტდეთ სამართალი არ არის პირადი დამოკიდებულებებით ისეთი ქვეყანა გვინდა სადაც კანონით განსაზღვრავს და არა ხაბეიშვილს ვინ მოსწონს და ვიღაცა პოლიტიკოს ვინ მოსწონს ხო გახარია რომ მოცივნის და დაიჭირონ ისიც პოლიტიკური პატიმარი იქნება კი ბატონო მიუხედავად რომ ჩემი წარმოდგენები მაქვს ამ ადამიანზე როცა არ ჭირდება რეჟიმს მიკაუტაძის არ იყოს კაცო ეს კაცი რო ჭამდა მე ვიძახი თბილსერვისში იყო ჯერ კიდე ხალხო 5-10 წელი მაგ ნალაპარაკები ამ კაცის ქურდობაზე 2023 ეს რაც გაჩვენეთ ბოლო იყო რო დავინახე გავგიჟდი კაცო ეს აქ მომიყვანეთ ხო ეს რანაირად მოიყვანეთ ეს კრიმინალი კაცი ბოლო არ მოიყვანოთ მაინც პარლამენტში ხო რო წამოყვათ ვიღაცა სხვა წამოიყვანეთ კაცო მართლა ეგ იყო ჩემი ის ეს კიდე აქ რანაირად გამოსავალი არის გეტყვით ახლა რა გამოსავალი არის 4-ში 4 ოქტომბერს ბიძინა რო აპირებს რაღაცა სპეცოპერაციის და პირის მობანვის კამპანიის ჩატარებას აი ხა მე რაღაცას ვატარებ თუ მანამდე ვერ შევძელით და სხვათა შორის მე საერთოდ არ უყურებ იმას უპერსპექტივოთ რომ მანამდე შეიძლება რაიმე მოხდეს იმიტომ რომ იცი რა ხალხი ძალიან გაბრაზებულია მაგრამ მობილიზება ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს ბიძინა რო არჩევნებს აპირებს მე მგონია რომ ჩვენ ამის პარალელურად უნდა შევიკრიბოთ დედაქალაქში 100,000-ობით ადამიანი და გასაკეთებელი ჩვენი საქმე ხელისუფლება კონსტიტუციაში გვიწერია ხელისუფლება ეკუთვნის ქართულ ხალხს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამიტომ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ 100,000. აი რომ გამოვა 100,000 ლევანი, იცი რა, გამოსულა 100-იც გამოსულა და მეტიც გამოსულა. გასახვედრით გამოსულა ადამიანი. გამოვა წავა ისე უკვე. არა, არ არის. ანუ ნახე, ძვიად გამსახურდიასთვის რო ეთქვა ვიღაცას, რომ კაი რა, რას დადიხარ 30 წელი, კაცო, ერთი. რა დამოუკიდებლობა. 1 წელი გამოხედი, 2 წელი, 5 წელი. არ დაი, ეს ხო არასერიოზული მსჯელობადაც კი არის არასერიოზული. აი 10 წლის მერე დაიღალა და ეთქვა ძვიად გამსახურდიას, კაი
კაცო თუ არ გამოდის, ეგრე არ არის. ეხლა აბსოლუტურად სხვა რეალობა კიდე სხვა შეაძლებლობები გვაქვს, მათ შორის ინფორმაციის გავრცელების და ეხლა ადამიანმა ის იბრძოლა, ესეთი ესე გვაქვს, რა ქვია, წარსული გვაქვს. და ამ დროს ვთქვათ, რომ ესე ერთხელ გამოვიდით, ხუთჯერ გამოვიდით, დავიღეთ. არა. თავარი ამოცანა რა არის? ახლა არ არის, რა დახდება იქ გასულ ადამიანს. ცოტა ისეთი კითხვაა, იცით რა, რომ აი მე იმ დღეს რა მოხდება, აი ესე რა მოხდება, ეგ არ მგონია მართლა რელევანტური, იმიტომ რაღაც დროს მოსახდენი მოხდება. მე მგონია რომ 4 ოქტომბერს უნდა მოხდეს. როგორ უნდა მოხდეს, მათ შორის მე სულ ვამბობ, რომ აი მშვიდობიანი რევოლუციური სცენარი დამხობა და მე გაგიჟდებიან ეხლა ამას პოსტივი მოჭრი შალვა რამიშვილი დაიწყებს ლაპარაკს. დამხობა რას ნიშნავს, იცით? რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხის ძალით უნდა გაიქცეს და ჩამოიშალოს უნდა ხელისუფლება და ამ ქვეყანაში დაინიშნოს მართლა დემოკრატიული არჩევნები. ეს არის სიტყვით, ცოტა შეიძლება აგრესიულად გამოიყურება ეს სიტყვა დამხობა, მაგრამ საჭიროა ჯერ თუ ეხლა სიტყვებით ვერ დავამარცხეთ ბიძინა ივანიშვილი და გვაბულინგეს რომ მაგ სიტყვის თქვა როგორ შეიძლება? კი, ივანიშვილი მის პირობებში არჩევნებს არ ჩაატარებს, ეს გვითხრა, როცა ვინ გაუხარდება იმას დაიჭერს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაგალითად 4 მე ესე ვფიქრობ, 4-ში მაგალითად ჩვენ შეგვიძლია რომ დავიწყოთ და დავამთავროთ. შეიძლება ვერ დავამთავროთ, თქვენ მეტყვით რომ აი როგორ უნდა დავამთავროთ, ვერ დავამთავრებთ, 8-ში დავამთავრებთ. არ ვიცი, არ შეიძლება დაღლა და არ შეიძლება ხელების ჩამოშვება. ესეთი რეჟიმები მარტივად არ მთავრდება და სხვათა შორის იმ ხალხს მოუწოდებ, ვინც ამოდა 2012 წელს არ მოგვეწონება გადავიჭიროთ. გამოდით გარეთ, აი რასაც ეხლა ყვებით მაგის რესურსს ხედავთ, არის მომწიფებული რა შეგჭირდება 4-ს რატო ელოდებ მაშინ კაცო აგებს ზეგ გამოიყვანა. არა, არ არის სწორი ეს ისა დამოკიდებულება ზეგ რას ელოდებით. მე 2012 წელსაც მინდოდა ეს რა ქვია ეს რუსული რეჟიმი არ მოსულიყო და მე ასე ვფიქრობდი საზოგადოებრივი აზრი რომ მომზადებულიყო და მათ შორის დასავლეთშიც გაეგოთ ბიძინა ვინ არის ამას წლები დაჭირდა 2024 წლამდე არავის არ უთქვამს რომ სანქცირებულია ივანიშვილი რომ მას არ ვაღიარებთ რომ მას ხელს არ ჩამოვართვეთ ეს არ ყოფილა 2024 წელს დიდი ბრძოლების შედეგად აი ნაციონალურ მოძრაობასაც ჩამოეყარა ეხა ხელები 2012 წელს მაგალითად შეიცვალა ხელისუფლება და ეთქვა რომ აი მოვიდნენ ეხა რაღა აზრი აქვს ამა და ჩვენ შევეწყვიტა ბრძოლა დიდ დსთ-ს შეგვიყვანდნენ. რას ლაპარაკობ? რუსეთის ნაწილი ვიქნებოდი დღეს უკვე. რა ევროკავშირზე ვილაპარაკებდით საერთოდ. მაგრამ ამ ბრძოლამ რა შედეგი მოიტანა 2022 წლამდე. ეხლა წარმოიდგინეთ 2012 წლიდან 8-12 წელი ვიბრძოლეთ. თავარი ჩვენ არ ყოფილიყავით. ვიღაცებმა 2018 წელს დაიწყეს, რომ უიმე დედა ცოტა მე მგონი ეს კაი კაცი არ არის. ვიღაცებმა 2000 გავრილოვის ღამე ნახეს და არა მე მგონი ეს ცუდია. მოიცა კაცო, ანუ ვიღაცებს 2019 წელს გაუნათდათ გონება. კარგია რომ გაუნათდათ, მაგრამ დიდმა ნაწილმა საერთოდ 2022 წელს ნახა, ჩვენ რომ ვიძახოთ რომ ეხა ბიძინა აწა ბიძინა ისuris უდაჭერდა. აი რა ეხა ესენი ბიჭო გიჟები არიან არ დაგვასახიჩ რა ასობით ადამიანს ჯანმრთელობა არ გაუნადგირო ბიძინა ივანიშს თუ დაჭირდება ყველას დაიჭერს. აი კაცო მაქსიმუმ პოლიტიკოსები დაიჭირონ. მათე დევიზი არ გაუშვა 4 და 7 წლამდე და კიდე ბავშვებს არ ემუქრება. იცით რა, სიტყვისთან შეიძლება კომენტარიც აგვიგზავნა. კაი რა, კომენტარს რანაირად აგვიგზავნა ბიძინა. მოიცათ, თქვენ კოლეგებს მეცარმაჯარიმებენ სტატუსების გამო და კომენტარების გამო, ანუ არ ხდება ესა. ხო, ესე ვიძახეთ, მიხვდი? აქამდე მოვედით როგორ? კაი, ეხა ბიძინა რა იზამს, გააკეთებს, გაუკეთებია და როცა რა ჭირდება, აი ზუსტად ისე, უნდა სროლა, გვესურის იმ გაზის ტყვიას თუ რაღაცას. თუ დაჭირდა თვალსაც ამოგთვლის. დაჭირდა სახიჩა დაჭირდა გვაწამა დაჭირდა სახლთან დაგხვდა ბავშვიც ოჯახიც ყველაფერი დაივიწყა ბავშვებთან ქალებთან ერთად ცემეს ხალხი ეს ხო დღის ხო ნახეთ ეს ვიდეო კადრები დაჭირდა სახლებში შეუვარდნენ თელი დღეები ჩხრეკები აჩვენეს ეს ხა მაგრამ ეს უნდა გვესმოდეს რაც უფრო ესე იქცევენ ესე იგი პრობლემა როცა არ ქონდა 2013 წელს 15 წელს ეგ პრობლემა არ ედგათ არ იქცეოდნენ ესე რო დაჭირდათ Facebook სტატუსის გამო ეხა თქვენ თქვენ მამაძაღლებო დაგიჭერთ ეგრამე ეგეთი რამე არ დაწეროთ ამიტომ მე მჯერა ხალხის ძალის და თქვენ რო თქვით რატო ხვალ არ ამთავრებთ ბუნებრივი დედლაინია 4 ოღონდ კიდევ მე ვამბობ რომ მანამდე შეიძლება ძალიან ბევრი რამე მოხდეს მით უმეტეს ძალიან საინტერესოდ ვითარდება გარშემო ყველაფერი დარწმუნებული ვარ ჩვენი მეგობრების კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა გვექნება ამიტომ ყველას მოუწოდებ ჩემო მეგობრებო მოვემზადოთ ბუნებრივი დედლაინი გვაქვს თუ მანამდე არა 4-ში 100,000-ობით ადამიანი უნდა გამოვიდეთ ნიჰილიზმი იცი რა მაინც არაფერი არ გამოვა ეგ არის ბიძინას ისა რა ქვია საჩუქარი რომ ეხა მაგას აკეთებს შეგეშიდეთ მაინც არაფერი არ გამოვა ერთმანეთი შეჭამეთ და მე აგერ ძმაო ვიქნები მთავრობაში ამიტომ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ